ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობაში აეყარა დღეს საფუძველი ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ კომპანია Pace Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურაც. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმის, რომ საქართველოს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება. ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება. ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და კონკურენტუნარიან მარშრუტად ჩამოყალიბდა. ამ პროცესში ჩვენ უკვე აღარ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული ხიდი, საქართველოს იქცა მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც ქმნის დამატებით ღირებულებას საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ყველა ძირითად კატეგორიაზე ფიქსირდება. Aceea ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს ბოლო 3 წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენ სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენი ამოცანა ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით უპასუხოთ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას, ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლის ხმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს. დღევანდელი პროექტი ამ სტრატეგიული ხედვის განუყოფელი ნაწილია. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს ინიციატივა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. განვლილი რამდენიმე წლის განმავლობაში შუა დერეფანი ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტად ჩამოყალიბდა. შესაბამისად მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მიერ გატარებული ტვირთების ნაკადიც. ასაღნიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 21%-ით. საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ტონაჟი კი 19%-ით გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა ძირითადი მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ, ისევე როგორც საერთაშორისო ლოგისტიკაში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამატებით 40 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციას, რომელიც საგრძნობლად გაზრდის ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის შესაძლებლობებს. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ნავსადგურის გამტარუნარიანობა 3 მილიონ ტონას მიაღწევს, გაიზრდება ოპერაციების ეფექტიანობა, დაჩქარდება ტვირთების დამუშავება, რაც დადებითად აისახება საქართველოს რეგიონალურ კონკურენტუნარიანობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ფაზაში უკვე ინვესტირებულია 93 მილიონი ამერიკული დოლარი და შექმნილია 360 სამუშაო ადგილი და ასევე სასიხარულო და მისასალმებელია, რომ მეორე ფაზის ფარგლებშიც დამატებით შეიქმნება 50 ახალი სამუშაო ადგილი. ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას, რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას და ასევე Pace Group-ს, რომელმაც კერძო ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტად აქცია. ფოთის პორტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქვეყნის პროგრესის და წინსვლის სიმბოლოდ გვევლინება. 2022 წელს ამ მოდერნიზებული პორტის გახსნის დღიდან არსებითი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციასა და ევროპასა თუ ცენტრალურ აზიას შორის მზარდი სავაჭრო ფორმის მომსახურებაში. დღეს კი, როდესაც ტრანსკასპიური დერეფნის მასშტაბით ვაჭრობა მუდმივად იზრდება, ჩვენ საფუძველს ვუყრით პორტის შემდგომ გაფართოებას. ეს პროექტი მას მისცემს შესაძლებლობას ღირსეულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და გლობალური მოთხოვნების აღნიშნულ გაფართოება ფოთის პორტს საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო დიდი ზომის გემები, გაატაროს მნიშვნელოვნად მეტი ტვირთი და სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. DFC არის ამერიკის მთავრობის საინვესტიციო ერთეული. ის უზრუნველყოფს გლობალური მიწოდების ჯაჭვს, მუშაობს პირდაპირ კერძო სექტორთან გრძელვადიანი ინვესტირების ფარგლებში. ეს პრიორიტეტად ისახავს
ინფრასტრუქტურას, ვინაიდან ეს წარმოადგენს მყარი ეკონომიკის საფუძველს. ვაჭრობა და დაკავშირებადობა ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. DFC არის ხანგრძლივი პარტნიორი ფოთის სპორტისთვის. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი შევასრულეთ ფოთის სპორტის განვითარებაში. ეს გაფართოება მნიშვნელოვნად შეცვლის თამაშის წესებს. დაახლოებით 1 მილიონი ტონა დაემატება ტვირთბრუნვას და ტრანსკასპიურ დერეფანს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ახალი ტერმინალი მოემსახურება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში და საქართველოში წარმოებული მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას. რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისათვის, ისე მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. საერთო ჯამში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური 3-დან 5 მილიონ ტონა ტვირთამდე დაამუშავებს. ნავსადგურის სიღრმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძლევა საშუალებას მივიღოთ ჰენდიმაქსის ტიპის გემები, რაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. წლების განმავლობაში ქართველები და ამერიკელები მხარდამხარო მუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ისტორიები, რომლებსაც ყოველდღიურად ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებისაგან ჩვენი პარტნიორობის პოზიტიური გავლენის შესახებ. ამ თანამშრომლობამ საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა დაიცვა საკუთარი საზღვრები, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების კუთხით. ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რეგიონისთვის. ისეთი ინიციატივები როგორც არის ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ამას შეუძლია კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონალური კავშირები, ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა, ამავდროულად განმომტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა. ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორის მიერ წარმართულ ინიციატივებს, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებისათვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან. მაგალითად, გასულ წელს მასპინძლობდით ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომლებიც შუა დერეფნის კონტექსტში ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობების გავლენას ინახავდა. ამერიკის მთავრობამ ასეთი ინიციატივების წახალისებისთვის საკუთარი ფინანსური რესურსებიც მიმართა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის მეშვეობით შუა დერეფანში განხორციელებული ამერიკის ინვესტიციების დიდ გავლენას.